ვისმინეთ ჩვენ ამჯერად პოლონეთის პრემიერისგან, ბატონი ტუსკისგან, რომელიც არც ადრე გამოირჩეოდა პასიურობით, ანუ არააგრესიულობით ჩვენ მიმართ, რომ ის შეეცდება და მოანგროვებს საჭირო უმრავლესობას იმისთვის, რომ საქართველოს თუ არ შეუჩერდება, ყოველ შემთხვევაში შეეზღუდოს უვიზო მიმოსვლა. გასაგებია, რომ ამ გადაწყვეტილების თუ ამ აქტივობის მიზანი არის მოსახლეობისში უკმაყოფილება საქართველოს ხელისუფლებისადმი, ან შესაძლოა რაღაც მოსახლეობის ერთგვარი დარჯის სურვილიც იყოს, იმიტომ რომ ის არ უთანაგრძნობს, თქვათ, ქუჩის აქციებს და პროცესები არ ვითარდება ისე, როგორც ეს წარმოუდგენია ევროკავშირის ზოგიერთი სახელმწიფოს ხელმძღვანელს. ბუნებრივია, მე არ ვიცი, მოახერხებს თუ არა ამის გაკეთებას პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, ან რა გაფრთხილებაა ეს და ვისი მისამართით არის ეს გაფრთხილება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ერთი რამ ფაქტია, რომ ვიზა ლიბერალიზაციის შემდეგ სტატისტიკას თუ დავეყრდნობით, საკმაოდ გაიზარდა შრომის უნარიანი და ფერტილური ასაკის მოსახლეობის გადინება საქართველოდან, რაც ვფიქრობ შეიძლება უფრო მეტი ზიანის მომტანიც კი არის, ვიდრე ის ბენეფიტი, რაც მიიღეს საქართველოს მოქალაქეებმა, თუ მიიღეს და საქართველოს სახელმწიფომ თუ მიიღო ვიზა ლიბერალიზაციის შედეგად. ამის პარალელურად ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ ეგრეთ წოდებული ღია კარის პოლიტიკას, ესეც არის დასავლური მიდგომა ამ საკითხისადმი და თუმცა ჩვენ არ ვიცით ბოლო აღწერის მონაცემები, რომ ზუსტად ვიცოდეთ რამდენი საბინადრობის მოწვევა, რამდენი უცხოელი არის შემოსული საქართველოში, მაგრამ ფაქტია, რომ მათ დაიკავეს გარკვეული სეგმენტი სამუშაო ადგილების, რითაც გააუფასურეს ხელფასი ქართველი დასაქმების, ქართულს მეგულისხმობს საქართველოს მოქალაქეს ქართველში, ქართველი დასაქმებულების და ასევე მათი სოციალური პირობები. მათ არ იციან სახელმწიფო ენა და რატომღაც თურმე მე იქნება ეს კურიერი, ტაქსის მძღოლი, უნდა ველაპარაკო არასახელმწიფო ენაზე და ვალდებული ვარ თურმე ეს ვიცოდე, რატომ უნდა ვიცოდე წარმოდგენა არ მაქვს. კიდევ ცალკე პრობლემა, რომელიც როგორც უნდა ისეჭიან და კერავენ და გარდა ამისა, რომ სამსახურს ართმევენ, ჩვენს გიდებს, საქართველოს მოქალაქე ქართველ გიდებს, ისინი ამახინჯებენ კიდევაც ჩვენს ისტორიას. გარდა ამისა, ეს უცხოელები სწავლობენ, ამ მხრივ უფრო გამარტივებულია მათთვის ბინადრობის მოწმობის მიღება, სწავლობენ და თავიანთი მშობლიური ენის გარდა მე ვიცი შემთხვევები. არც ერთი ენა არ იციან, მე არ მესმის რა ენაზე სწავლობენ ისინი საქართველოში. ამჯერად ეს მოცემულა, ეს პრობლემა, ანუ საქართველოს მოქალაქეები ქართული მოსახლეობა გაედინება, სხვა მოსახლეობა შემოდის და პრინციპში შენ თვალი გარეთ გიჭირავს, გარეთ გასვლაზე, ბუნებრივია რომ ცარიელ ადგილს ვიღაც დაიკავებს. ეს აბსოლუტურად კანონზომიერი პროცესია. ეს მოცემულობა, როგორია რომ შევაფასოთ და რა შეიძლება იყოს ამ მოცემულობიდან გამოსავალი.